მოგესალმებით ყველას, თქვენ უსმენთ რადიო პალიტრას ტალღაზე FM 103.9. დღეს 4 შაბათია და ტრადიციულად პირდაპირ ეთერში ვიწყებთ გადაცემა მკურნალს. მე გახლავართ თამთა ასათიანი, დღეს კი ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, ასე რომ აუცილებლად უნდა იყოთ ყურადღებით, აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რადიო პალიტრის პირდაპირ ეთერის გარდა ჩვენი მოსმენა შესაძლებელია სოციალური ქსელის მეშვეობით, თუ კი საძიებო ველში აკრებთ რადიო პალიტრა FM 103.9, თქვენ ავტომატურად აღმოჩნდებით ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ლაივ რეჟიმში შეგეძლოთ თვალი გვადევნოთ, გვიყუროთ, გვისმინოთ და ძალიან საინტერესო თემებზე მიიღოთ ამომწურავი პასუხები ჩვენი სტუმრებისაგან. დღევანდელი გადაცემის საუბრის თემა გახლავთ შემდეგი: რა გავლენას ახდენს კვება ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კუჭ-ნაწლავი? დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს საკითხი თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის აქტუალურია და მე ვფიქრობ, რომ იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რასაც დღეს ჩვენი სტუმრებისგან მივიღებთ, ძალიან ყურადღებით უნდა მოусმინოთ. დღევანდელი გადაცემის თემა, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემებია, ეს არის გულძმარვა და სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ რეფლუქსი. გულძმარვა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელსაც შესაძლოა ეპიზოდური ხასიათიც ჰქონდეს, მაგრამ ხანდახან ის ყოველდღიური პრობლემაა და საჭიროებს უფრო სიღრმისეულ მიდგომებს. როდის აღარაა გულძმარვა მხოლოდ ერთჯერადი პრობლემა და როდის საჭიროებს ის უკვე სპეციალისტის მხრიდან მკურნალობას. სწორედ ამ თემაზე ისაუბრებენ დღეს ჩვენი სტუმრები გადაცემის პირველ ბლოკში. ისაუბრებს ექიმი გასტროენტეროლოგი ქალბატონი ნინო ბაჩიაშვილი და ასევე ჩვენთან სტუმრად იმყოფება ფარმაცევტული კომპანია GM Pharmas პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი. მოგესალმებით. უღრმესი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. თემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ აინტერესებს და არ აქვს კითხვები აღნიშნული თემის ირგვლივ და სიამოვნებით ქალბატონი ნინო თქვენგან დავიწყებ ამჯერად საუბარს. დავიწყოთ ყველაზე საჭირო კითხვით. თუ რა არის გულძმარვა, იგივე რეფლუქსი? და საინტერესოა რომ ვისაუბროთ გამომწვევ მიზეზებზეც და სიმპტომებზეც, რომელიც ამ შემთხვევაში ვლინდება. დიდი მადლობა. მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ძალიან აქტუალური თემაა და კარგად შეარჩიეთ მართლაც ეს თემა. პრაქტიკულად საქართველოში მცხოვრები მოქალაქისათვის არ არსებობს ერთხელ მაინც ეს ეპიზოდი არ ყოფილიყო. გულძმარვა ძალიან ხშირი სიმპტომი არის და ხშირად მოდიან ხოლმე მომართავენ როგორც ექიმს, თუმცა ძალიან ხშირი არის ისიც, რომ თვითმკურნალობასაც მიმართავენ. ეხლა გულძმარვა რას წარმოადგენს პოპულარულ ენაზე ესე ვთქვათ, მაგრამ ესე ვთქვათ გამარტოთ სამედიცინო ენაზეც რა არის. გულძმარვა არის კუჭის შიგთავსის მჟავეების, პირველ რიგში კუჭის მჟავას და თუ არის ასევე შემოტყორცნილი უკუმიმართულებით პანკრეასის წვენის და ნახლის წვენის ერთდროული ეს ქიმიური ნივთიერების ამოტყორცნა საყლაპავის მიმართულებით. გულძმარვას პაციენტები ეძახიან, რა თქმა უნდა, ზოგჯერ უსიამოვნო სუნის ამოქარვებასაც, სიმძიმეს კუჭის მიდამოში, სიმძიმეს და წვის შეგრძნებას, ეგრეთ წოდებული ცეცხლის ალის შეგრძნებას, მაგალითად გულმკერდის ძვლის უკან, რითაც ძალიან ხშირად მოგმართავენ უკვე რამოდენიმე დღის განმავლობაში თუ თვითონ ვერ ესე ვთქვათ დაძლიეს ეს პრობლემა. თვითმკურნალობაში სხვადასხვა საშუალებები, პოპულარული საშუალებები, სახალხო საშუალებები, რა თქმა უნდა არის გამოყენებული ხოლმე, თუმცა 2-3 დღე, 4 დღე როცა მიმდინარეობს ეს უკვე მწვავე ეპიზოდი არის, მაშინ და ვერ დაძლიეს ვერანაირად ასეთ შემთხვევაში მოგმართავენ ხოლმე ჩვენ ექიმებს, ჩვენ შესაბამისი მკურნალობის მეთოდებით და მედიკამენტებით ვეხმარებით და საკმაოდ ეფექტური არის მკურნალობა ასეთ შემთხვევაში ხოლმე. კი ბატონო, ქალბატონინო, აი თქვენი პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოში რამდენად ხშირია ეს პრობლემა და რამდენად ბევრს აწუხებს ჩვენს მოსახლეობაში? აღნიშნე, რომ ალბათ არ მეგულება ადამიანი ერთი ეპიზოდი მაინც რომ არ ქონებოდა ესე ვთქვათ უსიამოვნო დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის უკან, წვის შეგრძნება კუჭის მიდამოში ან ეგრეთ წოდებული ცეცხლის ალი რაღაცა ასეთ მსგავს ტერმინებს გვეუბნებიან პაციენტები ხოლმე. ეს დამოკიდებულია ძირითადად ჩვენს დღის რეჟიმზე, კვების რეჟიმზე, კვების თავისებურებაზე, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირად რა თქმა უნდა საქართველოში ყველას უყვარს ცოტა ცხარეები და ქართული სუფრა, ასე ვთქვათ, ზიანი, რა თქმა უნდა, ცოტა ძმარი, ცოტა ეს გემრიელი სუნელები, რომლებიც ასევე მადის აღმძვრელებიც არის, ეს მართალია, მაგრამ ამასობაში თუ ჭარბად მოუვიდა პაციენტს, შესაძლებელია ეს უფრო ესე იგი აგრესიული იყოს კუჭის ლორწოვანისათვის და დაიწყოს კუჭმა აქტიურად მჟავეების წარმოქმნა და შესაბამისად მოგცეს ასეთი სიმპტომი დისკომფორტის.
კი ბატონო, კაპიტანინო, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გულძმარვის ეპიზოდი სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება არაერთხელ ჰქონდეს, ხო? აი, როგორ მივხვდეთ, ან როგორ განვასხვაოთ, როდის არის უბრალოდ ვთქვათ ეპიზოდური გულძმარვა და თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ დავტვირთეთ კუჭი სხვადასხვა რთულად მოსანელებელი საკვებით და როდის არის უკვე სიგნალი რაღაცნაირად, რომ მივიდეთ შესაბამისად ექიმთან, დიახ. ანუ როგორც მოგახსენეთ, ესე იგი, ერთი ეპიზოდი მაინც აქვს პაციენტს ასეთი, რომელსაც შეიძლება საგანგაშოდ არ აღიქვამს და ცდილობს პოპულარული, ესე ვთქვათ, საშუალებებით, ეს იქნება სოდა თუ სხვა რაღაცა სახალხო საშუალებებით, ერთჯერადად, ვთქვათ, დაეხმაროს საკუთარ თავს. ეს ალბათ, ესე ვთქვათ, ყოფითი ცხოვრებიდან რო ავიღოთ, რაღაც დატვირთული სუფრის მერე, გვიან ღამე მიღებული საკვების მერე, ან რაღაცა ფსიქოემოციური სტრესი მოხდა და ესე იგი, მოხდა კუჭში ჭარბმჟავების დაგროვება, რის გამოც აღიქვა პაციენტმა, რომ წვა აქვს ამას, ან შიმშილის ტიპის შეგრძნება, ხო? სტრესისგანაც შეიძლება იყოს გამოწვევა. აუცილებლად სტრესი უდიდესი ფაქტორი არის, რომელიც მოქმედებს პირდაპირ კუჭ-ნაწლავის სისტემაზე და აგრესიული ფაქტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორც ვთქვათ, ჰელიკობაქტერის გავრცელება, ასე შემდეგ, ეს არსებითად მნიშვნელოვანია. პაციენტი ცდილობს, რომ დაეხმაროს, რა თქმა უნდა, საკუთარი მეთოდებით და ეს თუ დაძლია და შემდგომი 2-3 დღე აღარ აქვს ასეთი ტიპის სიმპტომი, ჩავთვალოთ, რომ ეს პირველად მოხდა და ეს არის მწვავე რეფლუქსი, ესე ვთქვათ, უკუ ამოწყორცნების ეპიზოდი. თუმცა თუ გამეორდა კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ და ეს უკვე გავრცელდა და დაახლოებით 1 თვის განმავლობაში შემაწუხებელი გახდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაზაფხულის სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია და გაზაფხულ შემოდგომის სეზონზე თუნდაც რომ დიეტა იყოს ძალიან კარგად არეგულირებული, ან თქვათ არ იყოს გამოხატული ფსიქოემოციური სტრესი, სტანდარტულ რუტინულ სიტუაციაში მყოფება პაციენტის სამსახურებრივ თუ ოჯახის პირობებში, შესაძლებელია სეზონურმა ზემოქმედებამაც იჩინოს თავი და იქ უკვე კვირაში 2-3 ეპიზოდი, რომ აღარ ემორჩილება, ესე ვთქვათ, სიმპტომურ საშუალებებს, ესეთი ტიპის ჩივილები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა მომართოს ექიმს, რომ ჩვენ არ გამოგჩეს კიდევ უფრო ღრმა სხვა ტიპის დაავადებები, ამას სჭირდება შესაბამისი დიაგნოსტიკა. ანუ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება დიაგნოსტიკა, შესაბამისად ალბათ მართვა ამ პრობლემის უფრო ადვილია ექიმისთვისაც. თან არსებობს ძალიან კარგი თანამედროვე დიაგნოსტიკის საშუალებები. ჯობია მიმართოს ექიმს. ახლა ერთჯერადად როცა ვთქვათ, დაეხმარება პაციენტი საკუთარ თავს და შემდგომში ეს უკვე მივიწყებული იქნება 1-2 კვირის განმავლობაში, შეიძლება ისე ვთქვათ, ჯერ დაკვირვების რეჟიმში იყოს, მაგრამ როცა მეორდება, როგორც აგიხსენით, იქ შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს კიდევ უფრო ღრმა დაზიანებები, მაგალითად ეროზიები ან წყლულები. აქვე მინდა აღნიშნო, რომ პაციენტების დაახლოებით 50% ასე მწვავედ არ აღიქვამს, ანუ მისთვის სიმპტომები ასეთი მანიფესტირებული, გამოვლენილი არ არის. ამიტომ ვისაც გამოვლინდება, ხშირად პაციენტებისათვის მithქვამს, რომ ეს ძალიან კარგია, რომ თქვენთან გამოვლინდა, იმიტომ რომ დაფარული არ არის მიმდინარე სხვა უფრო ღრმა დაზიანებები და თქვენ მალე მობრძანდით სამკურნალოდ. აი ვისთანაც იშვიათად არ გამოვლინდება ასეთ სიტუაციაში და უკვე ერთხელ მაინც იჩინა ეპიზოდი, იქ ყურადღება მისაქცევია, პირველ რიგში სიმპტომური საშუალებები და შემდგომში უკვე ექიმთან მიმართვა. კი ბატონო, კაპიტანინო, როდესაც უკვე დადასტურდება, ვთქვათ ეს დიაგნოზი, როგორ უნდა ვმართოთ შემდგომ უკვე ეს ყველაფერი? ან რამდენად მიზანშეწონილია, რომ ექიმის გარეშე ვებრძოლოთ თქვათ ამ პრობლემას, იმიტომ რომ ხშირად რაღაცნაირად მაინც არ ვიცი შიშის გამო თუ რატომ თავს იკავებენ ხოლმე ექიმთან ვიზიტისგან. აი რას გვირჩევთ ასეთ დროს? ნახეთ როგორ არის, როგორც მოგახსენეთ ზემოთ, შეიძლება მიმართოს პაციენტმა სიმპტომურ საშუალებას, ვთქვათ, არ აქვს საშუალება იმ წუთში ექიმთან მიმართვის, ან სხვა პირობებში იმყოფება, ან არ არის საქართველოში და ან გზაშია და ასე შემდეგ, შეიძლება სიმპტომური საშუალებებით, ვთქვათ, შეიმსუბუქოს მდგომარეობა. დაახლოებით კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ თუ გამეორდა ასეთი ეპიზოდი და ხვდება, რომ მისი საშუალებები აღარ მოქმედებს, აუცილებლად უნდა მიმართოს. მე მოგახსენეთ, რომ შეიძლება იყოს სიმპტომები ასეთი ტიპით გამოხატული გულძმარვა, ცეცხლის შეგრძნება, მკერდის ძვლის უკან, ეგრეთ წოდებული შიმშილის შეგრძნება, წვის შეგრძნება, კუჭის მიდამოში, თუმცა შეიძლება უფრო ღრმა დაზიანებები წყლული, მრავლობითი ეროზიები არსებობდეს როგორც საყლაპავში, ასევე კუჭში. სარისკო არის თუ შეიძლება ორი სიტყვითაც გეტყვით ამას, სარისკო არის თუ გახანგრძლივდა ასეთი ტიპის ჩივილები და უკუ ამოტყორცნები, ეს როგორც ქიმიური ნივთიერება აგრესიულად მოქმედებს საყლაპავის ლორწოვანზე. საყლაპავი არ არის, ასე ვთქვათ, მიჩვეული კუჭის მჟავეების არსებობას, კუჭი უფრო მიჩვეული არის მისთვის შესაბამის pH-ს, ამიტომ საყლაპავი აქტიურად აგრესიულად მოქმედებს კუჭის მჟავების უკუ ამოტყორცნაზე.
ეს თუ აგრესიული ქიმიური ნივთიერება ხშირად მოხდა საყლაპავის ლორწოვანზე, რა თქმა უნდა, ხდება მისი შეშუპება, შემდგომში ღრმა დაზიანებები, ესე ვთქვათ, ეროზიული ზედაპირული დაზიანებები ლორწოვანის და უფრო ღრმა დაზიანებები წყლულები. თუ უფრო გახანძლები და ვთქვათ, პაციენტი ჯიუტია, ან არ სურს მისვლა, ან შიში აქვს გარკვეული კვლევების, ასეთ სიტუაციაში შესაძლოა ღრმა წყლულები გადაიზარდოს, ესე ვთქვათ, საეჭვო ან მოსალოდნელ ავთვისებიან დაავადებებში, ამაზეც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენ. ამ ყველაფრის დიაგნოსტირება ხდება შესაბამისად. კი ბატონო, ანუ ყველა შემთხვევაში აუცილებელია რომ მიმართოთ თუ რამოდენიმე პროფესიონალს. ეპიზოდი დაფიქსირდა და ვერ უშველა პაციენტმა საკუთარი მეთოდებით, უნდა მიმართოს აუცილებლად ექიმს. ქალტონინო, კვებით ხელშეწყობა რამდენად აგვარებს ამ პრობლემას თუ აუცილებლად ამ შემთხვევაში მედიკამენტური ჩარევა ხდება საჭირო? იცით რა არის, კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კურნალობის. ანუ ექიმისგანაც მიდგომა უნდა იყოს ადეკვატური, მედიკამენტები ადეკვატური და პაციენტისგანაც უნდა გქონდეს ჩვენც ხელშეწყობა, რომ ის დაიცავს აუცილებლად დიეტას. ახლა დიეტა არ მინდა ისეთი მკაცრი, ესე ვთქვათ, აკრძალვები იყოს პაციენტისთვის. ყოველთვის ვეუბნები, რომ მკაცრი აკრძალვა და მკაცრი შეზღუდვა ან შემცირება, ესეთი უმკაცრესი მეთოდებით არ უნდა მოვეყროთ ამ საკითხს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რამდენი და როდის უნდა მივიღოთ ჩვენ ხო კვება. პირველ რიგში რეჟიმული კვება უნდა იყოს, სამჯერადი კვება, კარგად დაღეჭილი საკვები არ უნდა ეჩქარებოდეს. რეალურად ყველას და ბევრს ეჩქარება ყოველთვის ხო დღევანდელ ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა ეჩქარებოდეს, გვიან ღამე არ უნდა იყოს მიღებული საკვები, ერთჯერადად არ უნდა იყოს მიღებული საკვები, ან ყველანაირი საკვები ერთბაშად არ უნდა იყოს მიღებული. აი ამ ყველაფერს აქვს არსებითი მნიშვნელობა. იქ მედიკამენტიც იდეალურად იმოქმედებს, როცა პაციენტისგანაც მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო პასუხებისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებლის ინტერესით დავაკმაყოფილეთ ამ მიმართულებით, თუმცა ახლა სარეკლამო პაუზის დროა ჩვენს ეთერში და გადაცემის მეორე ბლოკიც აღნიშნულ თემას დაეთმობა, როგორც გითხარით, ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი არის ასევე ჩვენთან სტუმრად და სწორედ მასთან ვისაუბრეთ გადაცემის მეორე ბლოკში, ასე რომ დაგველოდეთ.